მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში მინდა კომიტეტის სხდომის სახელით ჩვენს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს მიულოცო მეხუთე ვაჟის შეძენა, წარმატებები უსურვა ბატონკივის, მის ოჯახს, ჯანმრთელობა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. მიულოცოთ კომიტეტის სახელით. ესე იგი, ხუთი ბიჭი კი ეს ნამდვილად კარგით, ესე იგი, ქორუმი გვაქვს, სხდომა უფლებამოსილია. როგორც იცით, წარმოდგენილი არის დღის წესრიგით 3 საკითხი, თუმცა მესამე საკითხთან დაკავშირებით ცვლილება გვაქვს, მომხსენებელს ფიზიკურად არ შეუძლია მოსვლა, ამიტომ პირველ რიგში ვუყაროთ განახლებულ დღის წესრიგს, რომლითაც მხოლოდ პირველი და მეორე საკითხის განხილვა გვექნება. დიდი მადლობა. პირველი საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენით გვაქვს განხილვა და მომხსენებელი გვყავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზვიად გაბისონია. გთხოვთ ბატონო ზვიად. მადლობა. მოგესალმებით ყველას. წარმოდგენილი ორივე კანონპროექტი ერთი და იგივე შინაარსს უკავშირდება. მოგეხსენებათ, რომ პირველი მოსმენის დროს ჰქონდა ამასთან დაკავშირებითაც საუბარი. საუბარი არის ძალიან კონკრეტულ საკითხზე. მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტები, როდესაც გადიან ავტორიზაციის პროცესს და შესაბამისად აკრედიტაციის პროცესსაც, ამ პერიოდში ხდება ხოლმე შემთხვევები, როდესაც ვერ ესწრება პროცედურებში ავტორიზაციის თავიდან ბოლომდე გავლა და არის პერიოდი, როცა თეორიულად შესაძლებელია ამის გამო, ანუ თქვათ სიპის ეკეს გამო დაკარგოს ავტორიზაციის პროცესი. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაინიციიროთ შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ცვლილება შევა ორ კანონში, ერთი გახლავთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, მეორე გახლავთ ხარისხის განვითარების შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც გვინდა რომ იმ პერიოდში, როდესაც აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესი დროულად არის დაწყებული, თუ გადაცდება ამ პერიოდისთვის, ჩაითვალოს ეს უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ავტორიზებულად. მაქსიმალური ვადა განსაზღვრეთ მხოლოდ 180 დღე, ესეც არის მაქსიმალურად აღებული, რადგან პრაქტიკა გაანალიზებული გვაქვს და დაახლოებით ვიცით რა პერიოდში არის შესაძლებელი რომ აკრედიტაცია და ავტორიზაციის პერიოდი დასრულდეს. ეს ცვლილება მხოლოდ სხვა ცვლილებას ამ ეტაპისთვის არ გეგმავთ. პრინციპების დონეზე პირველი მოსმენის დროს ჰქონდა განხილვა ჩვენს გასვლით სხდომაზე ობსერვატორიაში, შესაბამისად პრინციპების დონეზე ვთანხმდებით. ერთადერთი რეკომენდაცია არის ის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, ოპტიმალურად გაიწეროს და ბიუროკრატიამ არ წაიღოს ეს ავტორიზაციის პროცედურები და შესაბამისად ავტორიზებულად უნდა იყოს და მე მგონი ყველა ვთანხმდებით. კითხვები ხომ არა გვაქვს? არ არის. მაშინ კენჭისყრაზე ვაყენებთ დღის წესრიგით წარმოდგენილ პირველ საკითხს, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა, ერთხმად მიღებულია. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და მისი თანმდევი საქართველოს კანონების პროექტები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი გვყავს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გრიგოლ გიორგაძე. გთხოვთ ბატონო გრიგოლ. მოგესალმებით. განსახილულად წარმოგიდგენთ საქართველოს თავდაცვის კოდექსში, ასევე მისგან გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან. ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტს. საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის მიზნად ისახავს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარისხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას. მოგეხსენებათ, 2023-ში იქნა მიღებული თავდაცვის კოდექსი. გავლილი პერიოდის გათვალისწინებით მისი პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესში გამოიკვეთა რიგით საკითხების დაზუსტება, შეცვლის აუცილებლობა, რაც წარმოდგენილია ცვლილებათა პაკეტში. კერძოდ, თავდაცვის კოდექსის თანახმად წვევამდელი გაწვევამდე გადის სამედიცინო შემოწმებას, ეს დარეგულირებული არის უკვე მოქმედი კანონმდებლობით, თუმცა ასევე პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც დამატებით სამედიცინო კვლევა საჭიროებს
წვევამდელი და ამასთან დაკავშირებით ხდება რეგულაციების დაზუსტება, ესეც გათვალისწინებული იქნება, ასევე თუ მოხდება არიდება ამ დამატებითი კვლევის შემოწმებასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული იქნება შესაბამისი პასუხისმგებლობა. შემდეგი საკითხი ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკითხს, კერძოდ მისი რექტორის სახელწოდების ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში ძირითადად ტერმინი გამოყენებული არის მეთაური, ვინაიდან ეს არის სამხედრო სასწავლებელი, აღიქმება როგორც სამხედრო მეთაური ხელმძღვანელი, რომელიც აკადემიური განათლების პარალელურად ასრულებს ოპერატიულ და სტრატეგიულ სამეთაურო ფუნქციას და შესაბამისად შემოთავაზებული არის ეს ცვლილება, თვითონ შტატიც გათვალისწინებულია გენერლის შტატი და მოქმედი რექტორიც გახლავთ ბრიგადის გენერალი. შემდეგი ცვლილება ეს ეხება თავდაცვის კოდექსის 117 მუხლის თანახმად სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი მშობლების თანხმობით შეიძლება გახდეს 17 წლის პირი, თუმცა მოგეხსენებათ, რომ მშობლების გარდა შესაძლებელია სხვა კანონიერი წარმომადგენელიც არსებობდეს, აქედან გამომდინარე დაზუსტება ხდება და შემოთავაზებული არის კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის მეურვეობის ორგანო თანხმობის საჭიროების შემთხვევაში. და შემდეგი ცვლილება ეს არის თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით. ცვლილება მიზნად ისახავს, რომ უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს, ზედამხედველობის ეფექტიანობა გაიზარდოს მოხალისე ორგანიზაციებზე, იცით რომ შექმნილი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ეს არის ახალი საკანონმდებლო რეგულაცია 2023 წელს მიღებული თავდაცვის კოდექსის შესაბამისად და აქედან გამომდინარე გარკვეული საკითხების დარეგულირება ხდება ეს გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, მმართველობის ორგანოების შემოღებასთან დაკავშირებით, ანუ უფრო გაზრდილი არის სახელმწიფოს ზედამხედველობა და შესაბამისად კიდევ უფრო ასე ვთქვათ, ამ ორგანიზაციების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გარკვეული რეგულაციების დაწესება. ეს რაც შეეხება თავდაცვის კოდექსს, სამდევი ადმინისტრაციულ სამართალთა არღვევათა კოდექსში ცვლილება ითვალისწინებს, როგორც მოგახსენეთ, წვევამდელი საჭიროებს გარკვეულ შემთხვევებში დამატებით სამედიცინო კვლევებს და თუ ეს რეგულაცია კოდექსში დაზუსტება და თუ მოხდება არიდება, ამის პრევენციისათვის შემოღებულია შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელი. უმაღლესი განათლების კანონში ცვლილება, როგორც უკვე თავდაცვის კოდექსზე გესაუბრეთ, ეს ეხება რექტორის სახელწოდების ცვლილებას და ნაცვლად რექტორისა იქნება მითითებული მეთაური. მადლობა. დიდი მადლობა. შეკითხვებია ბატონი ლადო, ქალბატონი ეკა, ბატონი გიორგი. კითხვები ავიღოთ და შემდგომ უპასუხებთ. 3 კითხვა ბატონო გრიგოლ, თუ გირჩევნიათ რომ პირდაპირ უპასუხოთ კითხვებს. სულით. კი ბატონო. მადლობა ქალბატონ მარიამ, პირველ რიგში მინდა მეც მილოცებს ნიუორტერ და ბედნიერი და ჯანმრთელობა უსურვო ნოე მიქანაძეს. ბატონ გრიგოლ, თქვენთან მინდოდა კითხვა, ერთი ეხება სამედიცინო შემოწმებას, რომელიც თქვენ ბრძანეთ დამატებითი შემოწმებაც იმავე დაწესებულებაში უნდა გაიაროს წევანდელმა, თუ შეუძლია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაიაროს და დაუშვათ სრულიად სხვა დამცველობის ფორმა მოიტანოს, ასე ვთქვათ და რაღაცა კოლიზიაში მოვიდეს პირველადი შემოწმების შედეგები და მერე უკვე დამატებითი. ეს ამაზე რო დამიზუსტოთ და მოხალისეთა აიპებთან მიმართებაში მინდოდა აიპები, რომლებიც არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ასევე აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის სამინისტროსთან, მიყავთ მოხალისეება და ახალგაზრდები, იმაცაც გავრცელდება ეს რეგულაციები, თუ მხოლოდ იმ სიბს ეხება, რომელიც ასე ვთქვათ, თქვენ ჩამოაყალიბეთ, თუ ერთიანი ხედვა იქნება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში, მათ შორის რომლებიც მოხალისეობით არიან დაკავებული. მადლობა. კი ბატონო, პირველ კითხვას რაც შეეხება ეს შესაძლებელია იყოს თვითონ ჩვენ სამხედრო ჰოსპიტალში დამატებითი კვლევა, დღის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის კვლევები და შესაძლებელია დღის ბოლოს გამოიკვეთოს დამატებითი კვლევა და კონკრეტული მიმართულება იმ მომენტში უკვე თავისუფალი იყოს, ანუ არ მუშაობდეს, აქედან გამომდინარე სამხედრო ჰოსპიტალში, თუმცა შესაძლებელია იყოს ისეთი სპეციფიური კვლევა, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალს შესაძლოა არ ქონდეს და შესაბამისი პროფილის კერძო კლინიკაში შესაძლებელია დამატებით. მეორე საკითხი რაც შეეხება, ეს ეხება ყველა IP-ს, რომელიც გადაწყვეტს, რომ იყოს თავდაცვის მოხალისე, ყველა შემთხვევაში იღებს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის თავდაცვის მოხალისისგან შესაბამის სამართლებრივ სტატუსს და ბუნებრივია ეს რეგულაცია გავრცელდება ყველა IP-ზე, რომელიც თავდაცვის მოხალისეა და შესაბამისი სტატუსი გააჩნია. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა.
ჯანმრთელობის თემას შეეხება და ამას უსტებელია უფრო ვიტყოდი. ჯანმრთელობის შემდგომ კვლევასთან დაკავშირებით თქვენ ბრძანეთ, ანუ ეს დამატებითი კვლევა რა გარემოებებში დაინიშნება, ანუ თუ გასინჯვის დროს აღმოჩნდა, რომ რაღაცა გადაცდენა არის, განსაზღვრულია ეს კანონით, თუ უბრალოდ ექიმის გადაწყვეტილებით ხდება ამ დამატებითი კვლევის დანიშვნა და კიდე ჩვენ სინამდვილეში ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა ლაბორატორიის შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე, როდესაც გამოვითარდა ესეთი შემთხვევა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის იმ პირის ბრალი, ვინც ასე ვთქვათ, ანალიზები ჩააბარა და უბრალოდ სხვადასხვა ლაბორატორიების განსხვავებული პასუხებია, ესეთი შემთხვევა თუ არის კანონში გათვალისწინებული. კი ბატონო, მოგახსენებთ. მოკლედ სამედიცინო შემოწმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვინაიდან ფიზიკურად დატვირთვა უწევს ახალგაზრდას ჯარში და მოგეხსენებათ ახალი რეფორმით ყველა წვევამდელი თავდაცვის სისტემაში გაივლის საბრძოლო მომზადებას, რომელიც არის ნატოს სტანდარტები და სხვადასხვა ბრიგადებში გადიან ამ მომზადებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა არის, რომ არ გამოგვეპაროს, რომ ადამიანს ახალგაზრდას კონდეს ისეთი დაავადება, რომელიც ამ ფიზიკური დატვირთვის შედეგად შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს ან სხვა დაავადება გამოიწვიოს. ამიტომ სიღრმისეულად ხდება კვლევა ამ მიმართულებით და როდესაც ექიმი ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვერევით აქ ექიმების კომპეტენციაში ჩათვლი საჭიროდ დაავადებათა ნუსხა არსებობს, რომელიც იწვევს გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუ შესაძლოა კითხვის ნიშანი არსებობდეს და კონკრეტულად ჩვენს ჰოსპიტალში შეიძლება დამატებით ჩატარდეს მეორე დღეს ან სხვა კლინიკაში, თუ ჩვენთან არ არის ესეთი კვლევის შესაძლებლობა, მაგრამ ძირითადად ეს შესაძლებლობები ჩვენთანაც არის, ამ შემთხვევაში ხდება გადამოწმებები და ბუნებრივია ობიექტურად შემდეგ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას. აგრეთვე მეორე ამოცანა არის არ მოხდეს ისეთი შემთხვევა, რომ რეალურად ადამიანი იყოს ჯანმრთელი და აი რაღაც შეცდომის გამო არ მოხდეს გადავადება. მადლობა ბატონ გიორგი. მოგესალმებით, მეც უერთდები მილოცვებს ბატონ გრიგოლ. მნიშვნელოვანი ცვლილებებია, გეთანხმებით აბსოლუტურად ორი დაზუსტება მექნება, ერთი შეეხება 117 მუხლის მეოთხე ნაწილს, აქ რით არის განპირობებული, რომ ესე ჩაიწეროს იმპერატიულად, რომ იმ შემთხვევაში, როცა პირი არის 17 წლის, მისი შესაბამისი მეურვის ან სააგენტოს ორგანოს თანხმობით შეიძლება გახდეს სასწავლებლის სტუდენტი, რა იყო ამის განმაპირობებელი, ისედაც ხო ეს აკრძალული არ იყო, ასე რომ ვთქვათ. და მეორე შეეხება 179 მუხლის პირველი ნაწილით, რაც არის განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ყოველ კვარტლურად ასევე მოთხოვნისთანავე აქვს ვალდებულება წარუდგინოს ანგარიში მის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობის და ფულადი სახსრების ხარჯვის თაობაზე და ინფორმაცია განხორციელებული დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ეს პროცესი რომ აგვიხსნათ კონკრეტულად რას გულისხმობს, ძალიან საინტერესო იქნებოდა. მადლობა. კი ბატონო, მოგეხსენებათ, რომ არასრულოვანი საჭიროებს თანხმობას იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს სასწავლებელში ხდება მისი ჩარიცხვა და ამ შემთხვევაში მსგავსი არის ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც. კანონი ითვალისწინებდა მხოლოდ მშობლის თანხმობას, ამიტომ დაზუსტება მოხდა ტერმინოლოგიის და სრულად მოიცვა ნებისმიერი კანონიერი წარმომადგენელი, იქნება ეს მშობელი თუ სხვა მზრუნველობის ორგანოს მიერ დანიშნული პირი. ეს ერთი, რაც შეეხება თავდაცვის მოხალისეს, კოდექსის მიღების დროს ვიცით, რომ ცალკე თავი არის თავდაცვის მოხალისის შემოთავაზებული რეგულაციები, ეს განპირობებული იყო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც გადაწყვეტენ თავდაცვის მოხალისეობას, ამ სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროებს სახელმწიფო რეგულაციას და პირველ რიგში ეს უწყებრივად არის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც შეიძლება იყოს ის კომპეტენტური ორგანო, რომელთა კოორდინაციაში შეიძლება მოხდეს ამ საქმიანობის განხორციელება, პირველ რიგში სამართლებრივი სტატუსის მინიჭება და ეს არ არის საკმარისი, შემდეგ უკვე პრაქტიკულად ერთად ხდება ამ ღონისძიებების დაგეგმვა, ვინაიდან ჩვენთან არის სპეციფიკური ცოდნა, როგორც საბრძოლო მომზადების, ასევე სხვა ტიპის მომზადების და ბუნებრივია იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს კონტროლი და ჩვენ ვიცოდეთ კონკრეტული ორგანიზაცია თუ რას გეგმავს, როგორ გეგმავს, ვისი ჩართულობით, რა სახსრებით და ასე შემდეგ, ამ ყველაფრისთვის არის შემოთავაზებული ეს რეგულაციები და გარკვეული დაზუსტებები მოხდა ამ შემთხვევაში შემოთავაზებული ცვლილებით. მადლობა ბატონ ლადო, ქალბატონ ტატა. მივესალმები ჩემს მენელს და მაყურებელს, საქართველოს მოსახლეობას. მიულოცავ გივის კიდევ ერთხელ ბატონ გივის ამ დიდებულ მუფლის საჩუქარს შენაძენს მეხუთე ვაჟიშვილს წარმატებას უსურვებ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ თქვენთაგანს, ვინც მისმენს და ვინც აგზავათ. ეხლა კარგ საკითხს შევეხეთ ჩვენ. როდესაც ადამიანი
გადაწყვეტს იმსახუროს ჩვენს თავდაცვის ძალებში, მასზე პასუხისმგებლობას იღებს სრულიად სახელმწიფო. ანუ არ უნდა გაგვეპაროს რაიმე ფიზიკური ნაკლი ნებისმიერ სისტემაში. და ეს გამოკვლევები უნდა იყოს ფუნდამენტალური, გადაზღეული, რომ ჩვენ ნატო სტანდარტებთან მიახლოება ნიშნავს საკმაოდ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, ემოციურ დატვირთვას, ფსიქოლოგიურ მზაობას და ამისათვის მზად უნდა იყოს ახალგაზრდა და ბევრი ყავს ასეთი წარმატებული ადამიანი, რომელიც თავის ქვეყნისათვის თავს დადებს. მე გუშინ ჩვენ ძალიან დიდი შეხვედრა ქონდა, ძალიან საინტერესო, კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ მარიამ, მინდა ფრაქციის ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით სამინისტროს ბარანგივის და ზვიას და რომ 5 საათი მიდიოდა ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა საინფორმატიული, ძალიან მოსამზადებელი. მაშინ მე ვთქვი რომ კარგი იქნება თუ ჩვენ სკოლებში პროფილაქტიკურ შემოწმებას დავაბრუნებთ. იმიტომ რომ ეს იქნება ჩვენთვის კიდევ ერთი წინსწრებით პროფილაქტიკური, ანუ პრევენციული ღონისძიება, არა მარტო საჯარისო მზაობისათვის, არამედ დისპორტში ჩასართავად. ჩვენი მოსწავლეები და განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ხასუსვამ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მზაობა, როგორც მომავალ თაობაზე მზრუნველი ქვეყნის მთავრობისა და ხელისუფლების, ეს არის მხედველობა, სმენა, ენდოკრინული სისტემა, გულსიზარდთა სისტემა, სუნთქვის სისტემა. გარდა იმისა, რომ ჩვენ სკოლაში ექიმი დავაბრუნეთ, გარდა რომ ექიმის საათი შემოვიტანეთ, სადაც იქნება აი უმაღლეს პროფესიულ დონეზე ამ უნარჩვევების გადატანა, აი მოზარდი თაობისათვის, მავნე ჩვევებთან მიმართებაში, ძილის პრობლემა, კვების თავისებურება, ფიზიკური აქტიურობა, მავნე უამრავი რამ აღმაში ჩართული არის უკვე გამოხატულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და ძალიან მაღალ დონეზე უკვე ისეთი დიდი გამოწვევა ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოგოლი, უამრავი რამ. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ იმ დიდ კუნძულში უნდა გადავიტანოთ. ეს არის განათლების კუნძული, ძალიან დიდი, საიდანაც როგორც განათლებული, ასე ფიზიკურად საღი და თავის ქვეყანაზე მზრუნველი ახალგაზრდა უნდა წამოვიდეს. ამიტომ მე მთლიანად მივესალმები ამ ცვლილებებს, როგორც ერთი დეპუტატი და იმ წინადადებას ვტოვებ ძალაში, რომ პროფილაქტიკური შემოწმების შემოტანა საგამონათლებლო სისტემაში ზრუნველობას გაუზიდოთ, ნაკლები საქმე ექნება შემდეგ იმ კომისიებს, სადაც შეიძლება მოგონდეს აღმოჩენილი ესათვის პათოლოგია. ანუ თითოეულ სტუდენტზე, თითოეულ მოწაფეზე ექიმის პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება სრული მონაცემი ამ ბავშვის ფიზიკური და მენტალური მზაობის თაობაზე. მადლობთ. დიდი მადლობა ბატონ ლადო, ამ საკითხზე არაერთხელ გვიმსჯელია და ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ პრევენციულ ხასიათს რამხელა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ უკვე ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების ოპტიმიზებასაც ხელს შეუწყობს და კომიტეტის სახელით ჩვენ რეკომენდაციასაც გავცემთ და დამუშავებული სახით მივაწვდით სამინისტროს. ქალბატონ თამარ. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები, მით უმეტეს თუ ეს ემსახურება ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის არის გამიზნული. ჩემი შეკითხვა ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებს, აქ კონკრეტულად გაქვთ მოცემული წვევამდელთა გამოცხადება სამედიცინო საექსპერტო კომისიაში, რომელიც გამოუცხადებლობა, რომელიც ითვალისწინებს 1000 ლარიანი ჯარიმის დაწესებას გამოუცხადებლობის შემთხვევაში, არის თუ არა გათვალისწინებული აქ რაიმე ვადა, დაუშვათ თუ არ გამოცხადდა ერთხელ, ან განმეორებითი გამოცხადება არის გათვალისწინებული, ანუ ამასთან დაკავშირებით. დიახ, მოგახსენებთ, რაც შეეხება ამ დამატებით სახთელს, ანუ უკვე მოქმედ ნორმებში არის სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებულება. თუმცა აქ არ იყო პრაქტიკა მაჩვენა, რომ დამატებითი კვლევები იყო საჭირო, და დამატებითი კვლევებს როდესაც შეთავაზებენ, ამ შემთხვევაში გამოუცხადებულობაც იყოს ნორმაში შემოთავაზებული, ეს ვადები განისაზღვრება და პრაქტიკაში არის შეიძლება ერთი კვირის ვადაში, შეიძლება რამდენიმე დღის ვადაში, როგორც წესი, და ამ შემთხვევაში თუ ხდება ეს არიდება არასაპატიო მიზეზით, რა თქმა უნდა, როდესაც რომ ნორმა არსებობს რაღაც ვალდებულების, შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობაც უნდა იყოს და სწორედ ეს შემოთავაზება არის. ადრენას დაემატა კოდექსში, რომ ითვალისწინებს დამატებით კვლევას, ასევე აქ გამოუცხადებულობაც იქნება პასუხისმგებლობა.
დიდი მადლობა ბატონი მედამ. მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში წარმატებებს უსურვებ მიქანაძეების ოჯახს იმრავლეს ჩვენს ქვეყანას. პატივცემულო საჭიროების შემთხვევაში წვევამდელს დამატებით შეიძლება დაჭირდეს სამედიცინო შემოწმება. ძირითადად ეს ცვლილებები ამაზე არის ორიენტირებული რა მაინტერესებს, რა ვადებია დამატებითი სამედიცინო შემოწმებისთვის და შეიძლება თუ არა ეს გახდეს საფუძველი წვევამდელის გაწვევის გადავადების. დიახ, პრაქტიკაში როგორც გითხარით, დაახლოებით შეიძლება ეს იყოს ერთი კვირის ვადაში რამდენიმე დღეში განმეორებითი კვლევის ჩატარება და ბუნებრივია თუ დააზუსტება, რაზედაც დაუშვათ ექიმს ქონდა კითხვის ნიშანი ხომ არ არის ეს დაავადება, თუ ეს საბოლოოდ გადამოწმებული კვლევით დააზუსტება, შეიძლება იყოს გადავადების საფუძველი, ან პირიქით თუ არ დადასტურდა. ვადა თუ შეიძლება, კვლევის ვადა თუ შეიძლება, რომ იყოს გადავადების საფუძველი. გავიგე, გასაგებია, როგორც წესი, დიახ, ბუნებრივია, სანამ არ იქნება სამედიცინო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გაწვევა მანამდე არ ხდება. სანამ არ დასრულდება კვლევები და საბოლოო გადაწყვეტილება სამედიცინო კომისიას არ ექნება, მანამდე ბუნებრივია გადავადება არ ხდება, თუმცა ეს არ გრძელდება დამატებითი კვლევები 1 და 2 თვე, როგორც გითხარით, დაახლოებით 1 კვირის ფარგლებში, რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში პრაქტიკა ესე გვაჩვენებს. და უკაცრავად დავამატებ, ადრე იყო პრაქტიკა, რეფორმის განხორციელებამდე, როდესაც თავდაცვაში არ იყო გაწვევის ორგანიზება და ასე შემდეგ, არც სამედიცინო კომისია, მოგეხსენებათ. დიახ, მიმდინარე წელს დაიწყო რეფორმა, რომელიც და საკმაოდ წარმატებულად და უნდა აღინიშნოს აქვე, რომ დაახლოებით ნახევარი ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი, რომ წასულიყო ჯარში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გქონდა გაცხადებული კოდექსის მიღების დროს ამოცანა, რომ ძირითადად ნებაყოფლობით მოხდეს ახალგაზრდების ჯარში წასვლა, იმიტომ რომ სხვადასხვა мотиваციები და არის შექმნილი და სხვადასხვა ვარიაციები სავალდებულო სამხედრო სამსახურის ამაზე ვართ ორიენტირებული და უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ხდებოდა შემოწმება, სამედიცინო შემოწმება და იქვე იმ დაწესებულებიდან წარგზავნა უკვე სამხედრო ბაზებზე, ჩვენ შემთხვევაში ესე არ არის, სამედიცინო გადაწყვეტილებით ჯანმრთელიც რომ არის ახალგაზრდა, შემდეგ იგეგმება მისი როტაციების შესრულების სამხედრო ბაზებზე. ანუ ეს გარკვეული ვადა კიდე დამატებით არის. დიდი მადლობა. მეც მექნება ერთი კითხვა, დაზუსტება უпростоრეთ, თქვენ რექტორის სახის ცვლილებასთან დაკავშირებით ახსენეთ და მნიშვნელოვანია, რომ თავსებადობაში მოვდივართ ნატოს და ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში. დაზუსტება მინდოდა ბიუჯეტში არაფერს არ ვცვლით, ხომ? არაფერი არ იცვლება გარდა სახელწოდებისა. აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება, არც ბიუჯეტის მხრივ, არც რეგულაციების მხრივ, რაც რექტორზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონით არის გარკვეული გამონაკლისები. მხოლოდ სახელწოდება იცვლება. სხვა დანარჩენი აბსოლუტურად უცვლელი არის. კი ბატონო, ასევე საზოგადოებისთვის მინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ეგრეთ წოდებული ჯარის გაკვეთილების მნიშვნელობას, რაც სკოლებში მოხდა ინტეგრირება არჩევით საგნის სახით, სამხედრო საქმეს ასწავლიან დაწყებით საფეხურებზე და ამ ეტაპისათვის 140 სკოლამდე გვაქვს, რომლებიც არიან ჩართულები, ანუ მზაობის მიხედვით და ასევე სამხედრო ასე იგი თადარიგში მყოფი ძირითადად თადარიგში მყოფები არიან. რამე დამატებით ხარ შეგიძლიათ რომ ამ პროექტის წარმატებაზე გითხრათ, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დიდი მოთხოვნა არის და წარმატებულად ხორციელდება. მნიშვნელოვანია რომ ამასთან გარდა ჯარის პოპულარიზება ასევე ის ძირითადი ცოდნას იღებს სკოლის პერიოდში ახალგაზრდა. დიდი მადლობა რომ მეძლევა საშუალება ამ საკითხებს ვისაუბრო, ვინაიდან ჩვენი ამოცანა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ мотиваციებზე, ღონისძიებებზე, პოპულარიზაციის მხრივ რაც მიმდინარეობს და რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ ჯარის პოპულარიზაცია, ის ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საბოლოო ჯამში მოქალაქეობრივად მოაზროვნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებას. ძალიან დიდი არის ინტერესი ამ საგნის მიმართ, რამდენიმე წლის წინ დაიწყოს საპილოტო პროექტი განათლების სამინისტროსთან ერთად. და აქტიურად მიმდინარეობს, ყოველწლიურად იზრდება სკოლების რაოდენობა და მასწავლებლები არიან სპეციალური შერჩეული და შემდეგ უკვე გადამზადებული განათლების სამინისტროსთან ერთად თადარიგის ოფიცრები ძირითადად, რომლებიც უძღვებიან ამ კურსს
და ეს ასევე მოიცავს არამხოლოდ თეორიულ ნაწილს, ასევე ჩვენ გვაქვს სადაც შესაძლებელია სკოლებში სპეციალური ოთახი, სადაც არის უკვე აღჭურვილობა ჯარისკაცის თუ როგორი აღჭურვილობით არის ჯარისკაცი, ასევე არის გარკვეული საველე მეცადინეობებით, სადაც ეს შესაძლებელი არის და ასევე ამ სკოლების მოსწავლეებს აქვს შესაძლებლობა და ყველაზე პოპულარული ეს ნაწილი არის ბაზებზე ვიზიტი ერთი დღის ჯარში, სადაც უკვე იმ ტექნიკას, აღჭურვილობას, ჯარისკაცის ერთი დღის ცხოვრებას, მათთან ერთად ულუფის დაგემოვნებას და ეს კიდევ უფრო მეტად აახლოვებს მათ. ეს აძლევს მათ საშუალებას, რომ ასევე მოხვდნენ ჯარის ბანაკში, რომელიც ასევე არის ძალიან პოპულარული პროექტი, ზაფხულობით ხორციელდება ძირითადად 6 დღის განმავლობაში და ჯართან ერთად სპეციალურად გადამზადებული ჩვენ სერჟანტებთან ერთად და ინსტრუქტორებთან ერთად გადიან ძალიან მნიშვნელოვანი უნარჩვევების გამომუშავებას. ეს პროგრამები არის ადაპტირებული და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავაფართოვოთ ეს მიმართულება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და ამავდროულად თავდაცვის ძალების კიდევ უფრო მეტად შეცნობას ჩვენი საზოგადოების მხრიდან და განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. გოგოების აქტიურობაც მაღალია. საკმაოდ მაღალია და გარკვეული შეჯიბრებები, რომელიც ტარდება გოგოები ძალიან ყოჩაღები არიან ამ შემთხვევაში და მინდა დავამატო, რომ ეს გარდა აი ამ სიკეთისა, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ოფიცრების, ჩვენი სერჟანტების და სამხედრო მოსამსახურეების დაფასებაც. თადარიგის ოფიცრებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, რომ მათ, როდესაც ისინი სრულ ასაკში ასრულებენ და სამხედრო სამსახურს ასრულებენ, მათ კონდეთ ძალიან საინტერესო და ღირსეული სამსახური, საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებით და ასევე მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება და უშუალოდ მათი მხრიდან მიტანა ახალგაზრდებთან იმ გამოცდილების, რომელიც მათ დაუგროვდა თავდაცვის ძალებში და საკმაოდ დიდი გამოცდილება არის და ღირსეული სამხედროები არიან სწორედ ჩვენს ახალგაზრდებთან და ეს ასე ვთქვათ, ბევრ სიკეთესთან არის დაკავშირებული ეს პროექტი და კიდევ უფრო გაძლიერება იგეგმება განათლების სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულების. ჩაკითხვა მინდა, ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან კარგი თემაა ახალგაზრდებში, ამას ძალიან კაი მადლობა თქვენ და ყველას იმათ, ვინც ხარი დაუჭირა ამ ნოვაციას. ეხლა იქ სწავლების პროცესში ენასთან მიმართებით შეხა ნატოს სტანდარტების ორიენტირებული ვარ და აი ეს ურთიერთობები, კომუნიკაცია არის მშობლიურ ენაზეც და არის ინგლისურ ენაზეც, ხო? რამდენად მე ვიცი. სკოლის მოსწავლეებთან აი გაკვეთილები, კომუნიკაცია ამ ბრძანებების, ამ რაღაცები ნოვაციების გაცნობის, ლიტერატურის გაცნობის არის მხოლოდ მშობლიურ ენაზე თუ დამხმარე არის ინგლისური ენაც? დიახ, მშობლიურ ენაზე მიმდინარეობს ეს გაკვეთილები, როგორც ყველა საჯარო სკოლაში. ეს საგანი ითვალისწინებს ქართულ ენაზე, შესაბამისად სპეციალურად შემუშავებული სახელმძღვანელო არის ადაპტირებული და ამ კურსს უძღვებიან ქართულად. მეც ჯარის გაკვეთილებიდან მექნებოდა შეკითხვა. პედაგოგები ვინც კითხულობენ, ჩვეულებრივად მასწავლებლის სტატუსით სარგებლობენ, განათლების სამინისტრო, სკოლა უხდის ხელფას, თქვენ უხდით ეს როგორ არის დარეგულირებული, თქვენ თავად ახსენეთ ღირსეული ანაზღაურება და ამიტომ მინდოდა რომ ეს დამეზრდები. კი ბატონო, თავდაპირველად, როდესაც ეს საპილოტო პროექტი დაიწყო, ჩვენი მხრიდან ხდებოდა ანაზღაურება. შემდეგ უკვე მათ მოიპოვეს მასწავლებლის სტატუსი და უკვე სკოლა უხდის მათ ამ ანაზღაურებას. და შესაძლებელია ერთ ოფიცერს ჰქონდეს ერთი სკოლა, ანუ ორი სკოლა შეთავსებით, ან რამდენიმე პარალელი იქ სადაც ეს შესაძლებელი არის, რომ მაქსიმალურად მეტი სკოლა მოიცვათ და სწორედ წელს ჰქონდა ესეთი პრეცედენტი მიმდინარე სასწავლო წელს დაახლოებით 20-მდე სკოლა შეითავსეს ჩვენმა თადარიგის ოფიცრებმა. დიდი მადლობა, ძალიან დიდი გულშემატკივარია ჩვენი კომიტეტი ამ ინიციატივის და პროექტის და იმ შემთხვევაში თუ რაიმე ეტაპზე ეს ღია ღონისძიება იქნება, კომიტეტი დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას ან ესტუმრება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა თქვენი აქ ყოფნის და კანონთან დაკავშირებული პრინციპში არ იყო, თუმცა საინტერესო იყო როგორც საზოგადოებისათვის, ასევე კომიტეტის წევრებისათვის. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხსაც უყაროთ კენჭი, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა, ერთხმად მიღებულია, სხდომა დამთავრებულია, თუ სხვა საკითხი არ არის, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავხუროთ კომიტეტი. მადლობა.